თამაშებას დღის სხვა თემებით განვაგრძობთ. ეროვნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პარაგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხი, მოსაზღვრე სოფლებიდან ადამიანთა გახშირებული დაკავების ფაქტები და სხვა ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა წარადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. მომდევნო შეხვედრა კი 21 ივნისს გაიმართება, მანამდე კი დღეს განხილულ თემებზე მხარეები უკვე ჟენევის ფორმატში იმსჯელებენ. Было отмечено, что количество იყო საუბარი იმის შესახებ, რომ დაკავებების რიცხვმა იმატა, თუმცა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული მხრიდან არაინფორმირებულობა იყო. მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს ქართული მხარის მიერ გადაჭარბებულია ბრალდება, თითქოს სახელმწიფო საზღვარმა 300 მეტრით გადმოიწია. ეს თემა დღევანდელ შეხვედრაზე საერთოდ არ წამოჭრილა. вопрос грузинской стороной не поднимался. ბატონი ხოხგაგლოითის კომენტარებზე შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე გეტყვით დღევანდელ შეხვედრა როგორ წარიმართა. ქართულ მხარემ ძალიან ღრმად გააკრიტიკა, წარმოადგინა კონკრეტული ფოტომასალა, ორთოფოტოები, სურათები და ასე შემდეგ, სადაც ფიქსირდებიან რუსი მესაზღვრეები, არა მარტო ზოგადად ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა ზონებში, არამედ კონკრეტულად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.